ასაკი ცხოვრების წესზე უკეთესი არაფერი არ არსებობს. კვება არის ზუსტად პირველი საწყისი. დღეს თანამედროვე ეს რიტმი ცხოვრებისა პირველი ის რომ აჩქარებს კვებით ამ იმას აბაჩქარა გავიქეცი აბა მოვასწრო. ეს ერთი პრობლემა. მე ეს უკვე თვითონ პროდუქტების წარმომავლობა ხარისხი, მე უკვე ეს სწრაფი კვების ობიექტების იქ დამზადების ტექნოლოგია ეს საოცარი ნაწილია დღევანდელი პრობლემისა. აქ არ არის საუბარი აკრძალვას, რომ ის არ ჭამოასაჭო. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია რაღაცა გარკვეული წესრიგი. ისიც ყოველდღიურ ცხოვრებაში. პირველი ულუფებით გეგმა ასეთ განაცირე ულუფები, ანუ ის რომ ერთ ჭამაზე კოჭი არ გადავახსოვთ, ეს ერთი პრობლემა. მე არის უკვე რაციონი და ის რაც აიცვლება არაჯანსაღ პროდუქტებად, იქაც მე არასოდეს არ ვეუბნები, რომ არ გაეკარო, აკრძალული გაქვს, ხო? რაც არ არის კარგი, იმას უნდა მოერიდო. რაც შეეხება მოძრაობას და ფიზიკურ აქტივობას, ეს მეორე ნაწილი არის, ისევ და ისევ თანამედროვეობა არის დაკავშირებული უმოძრაობასთან, საოფისე სამსახურებთან, ნაკლებ მოძრაობასთან, ემოციურ გადატვირთვასთან, ასე ვთქვათ, სტრესებთან უკვე აქ და ასე და აქ თუ განტვირთვები ფიზიკური არ მოხდა, ხშირად პაციენტი მოდის და მეუბნება, ვიცი რა, დღეს თელი დღე სამსახურში მე წინ და უკან დავდიოდი. კი ბატონო, ესეც კაია, მაგრამ როდესაც შენ გამიზნულად ჰაერზე, სუფთა ჰაერზე, სადღაც რეკრეაციულ ზონაში, აი იმისთვის გახვედი რომ ისე ირნოფეხით იარო, აბსოლუტურად სხვა. როდესაც ტვინი ამაზეა მომართული და რა იმითია დატვირთული სამსახურების საქმეს როგორ ასწრებ ან არა. მესამედგენელი აი აქ არის ძილი. ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილი ჯანსაღი ცხოვრების წესისა, რომლის გარეშეც თუ გინდა ჯანსაღად იკვებე, თუ გინდა ფიზიკურად აქ თუ ძილი არ არის, მაგრამ ირღვევა მაინც ყველაფერი. ეს არის ის მოცემულობა უნივერსალური დავარქმე, რომელსაც შეუძლია თავიდან აგვაცილოს აი ეს პრობლემები, რომელზეც ჩვენ დღეს საუბრობთ.